გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერობა და კარგო ხალხო. კიდე ერთი იარაღით გავამდიოთ ქართული YouTube-ი. ძალიან ისეთი იარაღი ჩაგვივარდა ხელში. რო თქვა რომ ყველას ნანახი აქვს, ნასროლი აქვს და ასე შემდეგ, არა. ნუ ნანახი აქვს ძველებს ბრილიანტის ხელში. ტაქსის მძღოლი რო აძლევს იმას, რა ქვია. რა გვარი იყო ისა? მოკედ ნიკულინს რა. თუ რამე ისოლეო, აი იმ პისტოლეტს აძლევს ზუსტად ესეც. 1958 წელს გამოვიდა ეს იარაღი და 60 წლამდე, 72 წლამდე იწარმოებოდა. ითვლება პატარა იარაღად, ანუ პატარა იარაღის კლასებში, ანუ მოდი ესე ვთქვათ, მინი იარაღად, თავის დროზე ეს იარაღი ძალიან პოპულარული იყო, რომ გამოვიდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, მოკლია სამოქალაქო იმაზე იტალიურია, ჯერ მოდი ესე ვთქვათ, ბერეტა, იტალიური ბერეტა 70. კალიბრი არის 7.65, პატარა კალიბრია, კომპაქტურია. მოდი ჭიცა ამოვიღებ, რომ შარიდან შორს იყოს. გადავტენი ხმა მას. დავსხლიტავ და ისე ვილაპარაკოთ. იარაღს მოექეთ ისე როგორ დატენილს. მით უმეტეს ისეთი ტიპები, ვინც იარაღი ძალიან მაგრა იცი და დარწმუნებული ხართ, თუ არასოდეს არ გაგივარდებათ. თქვენგან რავიდან, აი მოექეცეთ ისე როგორ დატენილს მორჩა. ერთი წესი აქვს იარაღს მარტო. აი ეგრო დაიცვა. და მე უკვე იმ წესში შედის, რომ იარაღის წინ არ უნდა გაიაროთ, ვიღაცას არ უნდა მიუშვათ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ იცით რომ დატენილია და ცოტა გონება თუ გაქვთ, ხო? მაგას არ გააკეთეთ, ან წინ დაუდგეთ იარაღს, ან ვიღაცას მიუშვათ. ეს ისე ლირიკული გადახვევა იყო. ისე იარაღზე ვილაპარაკოთ. ბერეტა არის იტალიური ფირმა, აი ესეთი დამღა აქვს. 3 ის არის ეს რგოლში. და უძველესი ფირმაა რა. ბერეტა მოიხსენებია ლეპანტოს ბრძოლა რო იყო. ოსმალებს რო ეომებოდნენ ესპანელები. აი სერვანტესი სადაც ტყვედ ჩავარდა. დონ კიხოტი ვის დაწერა. აი ომშია მოხსენებული, წარმოიდგინე როდინდელი ფირმა, რომ ბერეტა უშვებდა აი ლულიდან გასატენ თოფებს, არკებუზებს, მერე თვითონ ჩახმახიანებს ისა და ეხლა მოვიდა აქამდე. იქამდე მივიდნენ რომ ამერიკის ჯარის შეერაღებაში იდგა. ძალიან პოპულარული იარაღია, აი ეს ამოჭრეზე. მარტო ბერეტას ახა ესეთი რაღაცა, რომ შეხედოთ მარტო ამით მიხვდებით. სხვა პოპულარული მოდელებიც აი ესეთ მდგომარეობაშია. ეხლა მინუსი რა აქვს? მინუსი რა ცოტა რთული დასაშლელია რა. იმიტომ აქ არ დავშლი. რთული როგორ მაგიდაზე უნდა დავჭერ რაღაცები ამოვიღო და რავი, არ დამივარდეს რა მეაღლიში არ გამიკოდეს. და რაღაც დარწმუნებულია რომ თქვენს ძალიან გინდათ ეხლა რომ დავშალო და რაღაცა. თუ რამე ინტერნეტში მოიძიეთ რა როგორ იშლება. ხელში ჯება კარგა, მოდი ტყვიებს ამოვიღებ. რვა ტყვია იდება, ჭიჩი. ტყვიები ესე გამოიყურება, ეს არის, კერამიკულ თავიანს ეძახიან, რომ სუბუქი თავია, ეს ლითონის თავით არის. მოდი ტყვიებს ახლა მოვაშვა, თვითონ ამაზე ვილაპარაკოთ. ჭიდი დახვრეტილია, აქ რო შეიხედოთ, დაინახავთ რამდენი ტყვია დევს. 1 2 3 4 5 6 7. ანუ 7 ნახრეტი აქვს და 1 ზემოდან, ანუ 8 ცალი იდება. თუ დაინახავთ, რომ აი აქ ბოლოზე ტყვიას დაინახავთ, ხო ესე იგი ზემოდანაც უკვე ის ტყვია დევს და 8 ცალი ტყვია დევს. აი ესეთი ფეხი აქვს თვითონ ჭიც, რაც უცნაურია და ძალიან სასიამოვნოც არის, იმიტომ რომ თვითონ იარაღი, რახან მოკლეა, მე მაქვს პატარა ხელი. ჩემთვისაც კი აი ეს ნეკათითი უკვე რაღაც ისეთი მოსახერხებელი არ აჯდება, მაგრამ საკმარისია რომ გაუკეთო ეს ჭიდი, აი დასაკეთებს. და სურო სარდელივი სქელეთით იქონდეთ, ბოლო-ბოლო აი ამაზე ჩამოდეთ კიდეზე მაინც. ასე რომ დაიჭიროთ, ხელიდან არ გაგივარდებათ. არის მსუბუქი, რასაკვირველია, სიძველის ელფერი დაკრავს, იმიტომ რომ სომთლიანად რკინისგან არის გაკეთებული. ნუ ფოლადის ლულა აქვს. აი ეს ძველებური პლასმასია, ცოტა პრიალებს კიდევაც, ანუ ხო, ებონიტი არის. აი ეს იხსნება, ანუ ჭიდი რომ ამოიღოთ აი ეგ. აი ესეთი ღილაკი აქვს, რაც არ არის მოსახერხებელი, იმიტომ რომ სროლის დროს და მორჩა ხო ისამ ჭიდი გაგითავდეთ. აი ამ ხელით ამას ვერ ჩამოვაგდეთ. ან კიდე რავი, რაღაცა ძალიან ჯამბაზი უნდა იყოს, ეხლა უყურეთ. მორჩა იარაღი, ესე მიჭირავს, აი რა უნდა ხნა, რომ
ესე ვქნა? აი ესე. თან ნახე როგორ ისროლა. ანუ მეორე ხელის მიხმარება დაჭირდება რა. მაგრამ ეხლა თუ მაინცა და მაინც რაღაცა ეგეთი მონაცემები გაქვს ჯანგბაზით, შეიძლება რომ ცალი ხელითაც ეგეთი რამები ქნათ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მოუხერხებელი აი აქ რაღაცა რო კონდეს. რა საკვირველია მაკაროზე ადვილი ამოსაღებია. იმას საერთოდ აქ რაღაც ჩასაჭერი აქვს, მაგრამ ნუ ამას ესეთი აქვს. აქ მცველი, აი აქ ჭირი თუ არ უკეთება, მცველზე არ ადგება. ეხლა კიდე ერთ მინუს ვიტყვი. მინუს როგორ შევადარებ სხვა ბერეტებს, რაც გინახიათ, მე მინახია და გამომიყენებია. მართვის ისა ორგანოები აქ მარტო ერთი მხრიდან. აი აქედან. ანუ ბერეტების უმეტესობას ორი მხრიდან აქვს, ანუ თუცაცია ხართ იმას გამოიყენებთ. მაგრამ რა ვიცი, ძველ დროში რაღაც ცოტა სხვანაირი ხალხი იყო და თუ ინვალიდი იყავი ან ცაცია იყავი, რა ვიცი, ცაციებს ცემდნენ ხელში, რომ გინდა თუ არა, მეც მახსოვს სკოლაში მაძალებდნენ. ნუ მაძალები ვინც ცაცია იყო, რომ აჩვევდნენ მარჯვენა ხელიწერას. ხო და რაღაცა დაუნდობელი ხალხი იყო და მაშინ ეგრე ფიქრობდნენ, რა ცაცია თუ ვიყავი, რაღაცა ნაკლოვანება იყო. ამიტომ შენზე არავინ არ აფიქრობდა და არ აკეთებდნენ სპეციალურად ცაციასთვის რაღაცას. აგრეთვე პანდუსებს ქალაქებში და ასე შემდეგ რა. ეხლა განვითარდი, ცოტა გონება გაგეხსნა და დავიწყეთ ეგეთ ხალხზე ფიქრი. მე იმას საერთოდ არ ვძახი, რომ ცაცია ან რაღაცა ნაკლი, არაფერიც არის, ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ მარჯვენა ხელი აქვს, აი აქეთ და დამთავრდა. ასე რომ კაი იქნებოდა, რომ აქეთ გქონდა, არა აქ. ამას მართვის ორგანოს ვერ დავარქვევ, რაც აი აქ აქვს, იმიტომ რომ ეს დაშლის ბერკეტი ამაზე აწყობილი. შეხედეთ რანაირია. αλλά ამას მე ხელში ნელა დავატრიალებ. და რა არის? ეხლა კიდე პლუს ვიტყვი. ხელსო გადაусმევთ. არანაირი გამოწეული, გადაწეული და რაღაც არ არის. ანუ სადღაც რო გედოთ ტანსაცმელშიც უცებ მოიმარჯვებთ რა. ამას უკან აი ესეთი კუდივით აქვს გამოწეული, რაც מחარებს, გრადობასაც ძენს, იარას ხელში კარგად ჯდება. უნდა იყოს ეს მდგრადი იარაღი, იმიტომ რომ ესეთი პატარა კალიბრი, ესეთი იარაღიც უნდა იყოს როგორც ყველი და პური რა. ყველა შემთხვევაში ჩავდებ გავს. აქ რამე ფანარის დასაყენებელი და რამე არ მოყვება, ამიტომ ადრე არ იყო რა. ადრე იყო ამ რა ქვია, მე მახსოვს რა, თვითონ ამ პისტოლის ხელა ელემენტები იყო, ასე რომ ამაზე რაღაცას ვერ დააყენებდი, თვითონ არ იყო ტექნოლოგიები განვითარებული. თანამედროვე იყოს კაია. საქართველოში ესენი შემოტანილი იყო, გაიყიდა, ახალს ამას ვერ ნახავთ, იმიტომ რომ 70 წელში ამის გამოშვება შეწყდა. ყველაზე ბოლო გამოშვება იქნება 70 წელს. მე 70 წელში ვარ დაბადებული, ასე რომ ეს 55 წლის იარაღი იქნება, თუ ბოლოს იყიდეთ, რომ შეწყდა 58 წელი ხო საერთოდ. კაი გამძლე იარაღი იყო. აქ კიდე ერთხელ ვიტყვი, ამითი არ უნდნენ პოლიციელებს აქ ჰქონდა დამხმარე იარაღი და სამოქალაქო სექტორში იყო ძალიან გავრცელებული. იმის გამო რომ იყო ზუსტი, კომპაქტური, ლამაზი, ხელში კარგად ჯდებოდა და ადვილი გამოსაყენებელი იყო. მოდი ახლა მე ამას ვისვრი სამტყუიას, ორცას ვისვრი. აი ესეთი დაფარვით, ვაზნის თავზე, მეორეს ვისვრი რბილ თავიანს, უფრო მსიყვეს. მოდი ჯერ ჩავდებ. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. ტყვიები ჭადრაკულად არ ალაგდება, ანუ აი არის რომ აი ესე ლაგდება ტყვიები, ამაში ლაგდება აი ესე, ესე არ ალაგდება. ესე ჩალაგება ნიშნავს ბევრი ტყვიები, მაგრამ სამაგიეროდ ჭიდი იქნება უფრო განიერი. ამას ჭიდის თხელი აქვს. თხელი მჭიდი ნიშნავს, რასაც ცოტა ტყვიები მიდის. ნუ ეგ საერთოდ ენერგიის მუდმივობის კანონია ალბათ რა, რომ როცა რაღაცას აქ აკლებს, სადღაც რაღაცა იმატებს, თან იქ მოუმატებ, აქ რაღაცა დააკლდება. კაი, მსუბუქი ტყვია ჩავდე და თავში გავისვრე აი ესეთ ტყვიას. აი ესე. დავმუხტე, მოდი ვისწავლო და ვნახოთ თვითონ რანაირი შეგრძნებები ექნება. მოდი ჯერ მივიდეთ ვნახოთ რა ვქენი. ორი ტყი ახლა 1 დაბლა წავიდა.
ანუ ჩაყრა გავაკეთე. ნუ ეგ არ არის რა მთავარი ახლა მე როგორ გავარტყი. იარაღი იმის ხარჯზე რომ პატარა კალიბრია, ისuris როგორც ბურკი. ანუ ამით ის როლას სიამონება. ხმა რო თქვა რომ პატარა ხმა არ აქვს, მაგრამ ნუ ისეთი ხმა უნდა ქონდეს, მოულოდნელი ხმა და არიქა და ბახ და რაღაცა გავარდა, ეგეთი ხმა არ აქვს. უკან ეს დამტყმელი ჩაკუჩი ღია აქ ნახრეთი აქ რომ ალბათ ეს დამსუბუქდეს, არ ვიცი რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი კონსტრუქტორები სულ ცდილობენ რომ იარაღი დაამსუბუქեն. ეს რო ამოჭრილი. ეგეც მაგიტომაა რა, ჩარჩო ამოჭრილია რომ იარაღი იყოს მსუბუქი. აი რა გითხრათ რა, ძალიან ძველი იარაღის კვალობაზე ძალიან დიდი კაი შთაბეჭდილება დატოვა. ესეთი იარაღის ქონა არის ჩემთვის და რა ვიცი, ვისაც იარაღი უყვარს, უპრესტიჟულესი, იმიტომ რომ ამით უკვე ისტორიას ეხებით რა. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს აქონია ესა. გამოუყენებია კიდევაც, გადაურჩენია და ბოროტ მოქმედების ხელში თავდასხმის ვის ყოფილა რა. რატომღაც იარაღს ეძახიან თავდაცვისთვის, მაგრამ თავდასხმას ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება. აი ესე გამოიყურება თვითონ, შეხედეთ. ნელა დავატრიალებ. კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს შემოიტანეს თბილისში, გაიყიდა, აღარ არის. გამოყენებული უკვე ნახმარი იარაღები იყო, მაგრამ ნუ ვინც მოასწრო ყიდვა, მოასწრო. თუ ამას კიდე იყიდით, ან ისევ ისინი შემოიტანენ, ან ოღონდ არ მომწერთ, არ ვიცი ვის რა შემოაქვს, იმიტომ რომ ჩვენთან აბსოლუტურად არც ერთი იარაღის მაღაზია არა თანამშრომლობს. არ ვიცი, შეიძლება ჩემი თვალები არ მოწონთან რაღაცა, მაგრამ ან გამოთქმის მალე. ნუ ყველა ვარიანტში რა. თუ რამე გავიგე, მე გეტყვით რომ ვინ აყიდის, მაგრამ ეხლა ამ მომენტში ვიცი რომ არავინ არ აყიდის. თუ ვინმეს გისურვებთ თქვენი, ან გქონიათ თქვენი აზრი კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ და თუ არა გქონიათ მაინც რას ფიქრობთ აი ესეთი იარაღზე, ეგეც დაწერეთ. ამითი გამოგებშოთ მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.